საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას 9-ის ნახევარზე მე ნინო კაპანაძე. ქობულეთში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს. მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება. დეტალები რამდენიმე წუთში ქრონიკაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად რუსთავში ანსამბლ სიხარულის გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფებიც იმყოფებოდნენ. ნახეთ მარიამ სოლოღაშვილის სიუჟეტი. ქობულეთში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი სამი მცირეწლოვანი ბავშვის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავის ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძარში გრძელდება. გარდაცვლილის მშობლებს დღეს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა პირადად მიუსამძიმრეს. პრემიერის განცხადებით გამოძიება უახლოეს მომავალში მომხდარის შესახებ კონკრეტულ ფაქტებს დადებს. პრემიერი ასევე გამოეხმაურა ქობულეთში სასტუმროს მფლობელის განცხადებას, რომელიც მიყენებულ ზარალზე საუბრობდა. ღარიბაშვილის განმარტებით ასეთ ვითარებაში სპეკულაციური განცხადებების კეთება დაუშვებელია. სამოქალაქო შვიდზე დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ. მე ვიტყოდი რომ ეს არის ტრაგედია. თითოეულ ჩვენგანის მე ერთადერთი მშობლებს მივეც პირობა რომ აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, რომ დადგინდეს რეალური სიმართლე. ამიტომ მე უკვე მოუწოდე, მქონდა საუბარი შესაბამის უწყებებთან, რომლებიც ატარებენ გამოძიებას. მე კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუწოდებ მათ რომ დაუყოვნებლივ ძალიან მოკლე ვადებში დაადგინონ ობიექტური სიმართლე. აქ პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყეს გარკვეულმა ჯგუფებმა, ასევე მე მინდა ყველას მოუწოდო, მათ შორის ამ სასწაულს მეპატრონეს და სხვებსაც, რომ თავი დაანებონ რაღაც გარკვეულ განცხადებას გაკეთებას, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება. მოვედით სამძიმარზე, მაგრამ ძალიან კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი სამძიმრები საქართველოში აღარ იყოს საჭირო. ადამიანის საცხოვრისის უსაფრთხოება ეს არის ნომერი პირველი პრიორიტეტი და უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს. კულტურის მინისტრის განმარტებით უახლოეს მომავალში სამინისტროში სპეციალური კომისიის შექმნა იგეგმება, რომელიც კულტურული ღონისძიებების მონიტორინგზე იმუშავებს. მე ვესაუბრე ჯანდაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის და განათლების მინისტრებს, მათ უთხარი ამ ჩემი ასე ვთქვათ აზრები გავუზიარე, ისინი დამეთანხმდნენ და ჩვენ შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ შევიკრიბებით და დავთქვათ, შევთანხმდებით იმ ფორმატზე, თუ ეს ჯგუფი რა შემადგენლობის იქნება, რა საკითხებს განიხილავს. დღეს დილიდან ანსამბლ სიხარული ორის გარდაცვლილი მოცეკვავების სამოქალაქო პანაშვიდზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სვია ძიძიგურის განცხადებით მომხდარი ტრაგედია მთელი საქართველოს ტკივილია. არ ვიცი როგორ უნდა მიუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებს და როგორ უნდა ვანუგეშო ეს ადამიანები ნამდვილად უსამძიმრებ მთელ საქართველოს შვილები დაგვეწვა ცეცხლში. ეს არის ის რაც შემიძლია ვთქვა. სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს დილიდან შემოქმედებითი ჯგუფებისა და სხვადასხვა ანსამბლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს უსამძიმრებს. ყველასთვის დიდი უბედურება ნებისმიერმა ბავშვს შეეძლო ჩვენთან ანსამბლშიც ეკვა და ძალიან რთული ამაზე ლაპარაკი. მთელი ჩვენი დასის სახელით, სუხიშვილების სახელით ვიზიარებთ მთელი საქართველოს ტკივილია. ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან ძნელი ამაზე ლაპარაკი. ანსამბლ სიხარული ორის გარდაცვლილ მოცეკვავეებს კვირის ბოლოს დნმ-ის ანალიზის პასუხების შემდეგ დაკრძალავენ. ქობულეთში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი სამი მცირეწლოვანი მოცეკვავის გარდაცვალების მიზეზებზე სასტუმროს მფლობელი საკუთარ ვერსიებზე საუბრობს. მისი განმარტებით ცეცხლის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ სიგარეტი და სანთებელა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი დღეს ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის მამიდამ გააკეთა, რომელიც სასტუმროს მფლობელის მოსაზრებას აბსურდულს უწოდებს და მას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ხუჩას მამიდა გამოძიებას სიმართლის დადგენას თხოვს. მაგას უთქვია, რომ 2 მილიონი დავკარგეო. ჩვენ რამდენი მილიარდი დავკარგეთ? სამართალს ვითხოვთ, უთქვიათ, რომ ბავშვების ლიმონათის მეტი ბავშვს არ აქვს დანალევი. ბავშვი არის სუფთა, უმციკლო, უბილწო. ბავშვი სიგარეტი ხელში არ დაუკავებია. აი ასეთი პატარა, 11 წლის.
და დღის სხვა მთავარი თემები მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი აშენდება, რომელიც მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. დღეს ქორთიართ მერიოდში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კამპანიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საპროექტო ხელშეკრულება გაფორმდა. დღესვე სასესხო საგრანტო ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, რომელიც აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო სესხისა და გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და EBRD-ის დირექტორმა მოაწერეს. ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად ესწრებოდა. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება მყარი ნარჩენების ახალ პროექტს, რომელიც მარნეულის რაიონში აშენდება და ეს მოემსახურება 5 მუნიციპალიტეტს. ანუ მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს და აშენდება ძალიან თანამედროვე მყარი ნარჩენების შესანახი, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს, რომ მთლიანად მთელი რეგიონი თანამედროვედ გასუფთავდა და ეკოლოგიურად სუფთა იყოს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელი, ეს იმ ასოცირების ხელშეკრულებაში იმ ევროდირექტივების მოთხოვნის შესაბამისად არის, რომელიც აუცილებელი განსახორციელებელია მყარი ნარჩენების კუთხით და ამის შემდგომ ახალი ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის შეშლის შემდგომ მოხდება არსებული ნაგავსაყრელების დახურვა. სულ 10 მილიონი ევრო დაიხარჯება, აქედან 7 მილიონი არის შეღავათიანი სესხი, რომელიც EBRD-მ გამოყო და 3 მილიონი ეს არის თანხა, რომელიც გამოყო FSI-დამ. მე მინდა გითხრათ, რომ პირობები არის შეღავათიანი, 15 წლიანი სესხია, მათ შორის შეღავათიანია 3.3 წელი, სესხის საპროცენტო განაკვეთი არის ევრიბორს პლუს 1%. გერმანიას სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დელეგაციის წარმომადგენლები დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ. ბუნდესტაგის წევრებს რეგიონში მასპინძლობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაუწიეს. თავდაპირველად უცხოელმა სტუმრებმა ასურეთში გერმანელების საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. მოგვიანებით კი მათი სახლებიც დაათვალიერეს, სადაც მრავალი წლის წინ მათი თანამემამულეები ცხოვრობდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, უახლოეს პერიოდში ასურეთში 100-მდე საცხოვრებელი სახლის პასპორტიზაცია იგეგმება. ასევე მოხდება იმ სახლების რესტავრაციაც, სადაც გერმანელები ცხოვრობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ეს არის სოფელი, სადაც ჩვენ სულში ცვლილებები ხდება. მე ვიცნობ ასურეთს კარგად. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს ვიზეიმებთ 200 წლის იუბილეს გერმანელების საქართველოში ჩამოსახლების. მე ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება მუნიციპალიტეტში. ასურეთში 250 ოჯახამდე გერმანელი ცხოვრობდა, რომლებიც შემდეგ რაღაცა ამ ბედის უკუღმართობის გამო მოხდა მათი გასახლება აქედან, მაგრამ დარჩა მათი სასაფლაო, მათი კულტურა, ეს სახლები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისტორიის მსახრალი ხელი, როდესაც ასე ანადგურებს დაუშვათ ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ ახლა ვაწყობთ ამ ურთიერთობებს და გაუფრთხილდებით ყველა ნაბიჯს, ყველა იმ მათ ნაშრომს, ყველა სახლს გაუფრთხილდებით. გერმანელებთან კონსულტაციით გეგმავთ ამ სოფლის აღორძინებას და ვეცდებით მაქსიმალურად პირვანდელი სახე დაუბრუნოთ. სულ მოკლე დროში იგეგმება გერმანელების მხრიდან 100-მდე სახლის პასპორტიზაცია. $1 ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 34 თეთრია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2 ლარს და 33 თეთრს შეადგენდა. გუშინდელთან შედარებით ლარი გაუფასურდა, გამყარდა დოლარი და $1 გრის 2 ლარი და 34 თეთრი. შესაბამისად ევროც გამყარებული არის 2 ლარი და 60 თეთრი გახლავთ 1 ევრო. ისე რომ ცოტა არასასიამოვნო სიტუაცია. მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამის ფარგლებში მორიგის შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ჩატარდა. სამართალდამცავები მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში იძულებით ოჯახის შექმნის და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ესაუბრნენ. ყარაჯალის სკოლის მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის სამართლებრივმა ასპექტებმა, რის შესახებაც პოლიციელებმა მათი ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის მიზანს მოზარდების ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს.
ამ სკოლაში და ამ რეგიონში, ქვემო ქართლის ამ რეგიონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოტაცების ფაქტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და სწორედ ამ საკითხებზე გქონდა საუბარი ბავშვებთან, კითხვა-პასუხის შედეგში მიმდინარეობდა შეხვედრა და საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. საუბრეს ნარკოტიკებზე და ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნაზე და ეს ტრეინინგი, რა ვთქვათ, იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო. მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს საქართველოს განმანათლებლის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებული საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ ის წილხვედ ქვეყანაში წმინდა ანდრიას უნდა ეკადაგა. მოციქულის ხსენება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს 12 მაისს და 13 დეკემბერს. და სპორტის სიახლეები რუსთაველმა მოცურავეებმა აზერბაიჯანში გამართულ შეჯიბრზე საპრიზო ადგილების მოპოვება შეძლეს. ჰეიდარ ალიევის სახელობის ტურნირში სულ 7 ქვეყნის სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. რუსთაველმა მოცურავეებმა ლუკა პატარაიამ და ეკა ჭიხორიამ მესამე და მეორე ადგილები გაინაწილეს. სპორტსმენები ამ ეტაპზე ჩეხეთში გასამართი ჩემპიონატისთვის გადიან მზადებას. კონკურენტები იყვნენ ძალიან ძლიერებით. მე ვიცურავე 400 კომპლექსში. დავიკავე მესამე ადგილი. ვიცურავე 50 დელფინი, 100 დელფინი, 200 დელფინი, 800 კროლი და 200 კომპლექსი. 2 მეორე ადგილი ავიღე და 1 მესამე. შეჯიბრისთვის ემზადებიან რუსთაველი ნიჩბოსნებით. ტურნირის სტარტს შაბათს 12 საათზე აიღებს. როგორც ნიჩბოსნობის ფედერაციის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელმა გია წივწივაძემ განმარტა, შეჯიბრი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს რამდენიმე რეგიონის გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. გამარჯვებული კვირას გამოვლინდება რუსთაველი სპორტსმენები მომზადებას რუსთავის პარკში არსებულ ტბაზე გადიან. 10 სპორტსმენი მიიღებს რუსთავი მონაწილეობას. ჩამოდიან თბილისის, მცხეთის, დუშეთის, ქუთაისის, ფოთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკრები გუნდები. მოკლედ თლიანობაში შეჯიბრი სერიოზული სახის არის, დაახლოებით 100 სპორტსმენი მაინც მიიღებს მონაწილეობას. შაბათს 12 საათზე იქნება ოფიციალური გახსნა პარკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა. მხარემა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს. ყურადღება რიგი სამიტისთვის მზადების პროცესიც გამახვილდა. ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ. ვაზენის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლების ღირსეული პარტნიორი დაიწყო. სწავლებაში მონაწილე ქართულ და ამერიკელ სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა. მათ ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ერთობლივი სწავლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი სამხედროებისთვის, რომ გაეცნონ და ერთობლივად გაიარონ ეს მოსამზადებელი, ასე ვთქვათ, ტრენინგები. პირველად საქართველოს შემოვიდა რამდენიმე ერთეული ამერიკული ტექნიკა, ბრედლი და სხვა ტექნიკა, რომელიც წარმოდგენილი არის აქ და თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ეს წვრთნები მოგეხსენებათ თქვენ რომ გრძელდება და გეგმა გაწერილია. მე ვფიქრობ, რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე მიზეზით არის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს წვრთნები. პირველ რიგში ის რომ ის ადასტურებს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ პარტნიორი ყავს, არამედ უზარმაზარი გულშემატკივარი და მეგობარი ყავს, რომელიც მზად არის ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერებაში, ქართულ ჯარს მისი შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამართალდამცავმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმრო დენიზის და აღნიშნული სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე რესტორნის ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. ასევე დაადგინა, რომ მას სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ქალბატონები პროსტიტუციისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოყავდა. სამართალდამცავმა სასტუმროსა და რესტორანში მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
დავაკავეთ თურქეთის მოქალაქე, რომელიც ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს და სასტუმროს მეორე სართულზე მოთავსებული რესტორნების ფართებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს პროსტიტუციისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა სხვადასხვა ეროვნების ქალბატონები. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს. ნეპალში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 4-ვე მათგანი ცენტრალურ ნეპალში საცხოვრებელი სახლების რგრევის შედეგად დაიღუპა. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთშიც, ნეპალში ძლიერი მიწისძვრა 25 აპრილსაც მოხდა, რასაც 8000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კუბაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოქმედ პრეზიდენტ რაულ კასტროსა და ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროსთან შეხვედრები გამართა. ფიდელ კასტროსთან შეხვედრა კუბის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. ფიდელ კასტრო საერთაშორისო სტუმრებს იშვიათად იღებს, მას შემდეგ რაც იგი 2008 წელს გადადგა. ის საზოგადოების წინაშეც იშვიათად გამოდის. რაზე ისაუბრეს ოლანდმა და ფიდელ კასტრომ უცნობია. საბერძნეთში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. რეფერენდუმი ქვეყანაში ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება. ევროკავშირის საბერძნეთისგან გამრების შემოჭერასა და დასაქმების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რაც ხელისუფლებაში სირიზას პარტიის წინა საარჩევნო დაპირებებს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ გუშინ საბერძნეთმა ევროკავშირის საგარეო ვალის დასაბარად თანხის ნაწილი 750 მილიონი ევრო გადაურიცხა. მთლიანად კი ქვეყნის საგარეო ვალი 300 მილიარდ ევროზე მეტია. ლიბიის წყლებში სატვირთო გემის დაბომბვის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. გემზე ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არც ერთი მათგანი არ არის დაშავებული. გემს ცეცხლი აღმოსავლეთ ლიბიის საპორტო ქალაქ ტობრუკის ახლოს გაუხსნეს. საჰაერო თავდასხმის შედეგად ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა. თურქული კომპანიის კუთვნილი ტუნა 1 ესპანეთისკენ მიემართებოდა. დაკვლავ საქართველოს და მოსალოდნელი ამინდის პროგნოზით 15 მაისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნავარაუდებია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე რუსთავშიც აირის ტემპერატურა იქნება. წალკაში დღისით 16, ღამით +8 გრადუსი სითბო, თეთრი წყაროში ჰაერი დღისით 19, ხოლო ღამით 12 გრადუსამდე გათბება. თმანისში სინოპტიკოსები დღისით 14, ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბოლნისში დღისით 19, ღამით 13 გრადუსი სითბო. მარნეულში დღისით +21, ღამით +13, თბილისში დღისით ასევე 21, ღამით 13 გრადუსი სითბო. 22 გრადუსია ნავარაუდები გარდამაში, ღამით 12, რაც შეეხება ჩვენს ქალაქს, დღისით 22, ღამით +14. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9 ნახევარზე. მე ნინო კაპანაძე ვარ და ხუჩაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.